მოგესალმებით, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. ჩვენ ნახეთ არაერთი გამოხმაურება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ისევე როგორც ბევრი საუბარი არსებულ მექანიზმთან დაკავშირებით. აი თქვენთვის რა ტიპის დასკვნის საფუძველია ქართული ოცნების რეაქცია, მათი რეაგირება, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები. დღეს აი მეხუთე დღის გათვალისწინებით ხომ? კვლავ ძალაშია კითხვა, რა ნივთიერებაა გამოყენებული და რეალურად რა ტიპის ხელისუფლებაა ოცნება, პოლიტიკური ინტერესის შემთხვევაში მას შეუძლია თუ არა რომ უმოკლეს ვადაში გასცეს ამ კითხვას პასუხი და რატომ ვერ ვიღებთ ჩვენ ამ პასუხს? პირველი ძალიან მაგონებს რეაქციას, რომელიც ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებას 9 აპრილს გამოყენებული ქიმიური და სხვა საშუალებების მიმართ, რომ ყველაფერში, მსხვერპლში, რომელიც მაშინ მოყვა და მადლობა ღმერთს, რომ ამჯერად მსხვერპლი არ ყოფილა იმ თვალსაზრისით, რომ ხალხი არ მოუკლავთ, მაგრამ დასახიჩრება ვიხილეთ უსასტიკესი საშუალებებით, რომ მაშინაც ყველაფერში დამნაშავე ვიღაცა სხვა იყო, მაშინ არაფორმალები იყვნენ დამნაშავე, ეგ ხალხმა ერთმანეთი თვითონ დაჭყლიდა და ასე შემდეგ. მერე მახსენდება უკვე თვითონ ქართული ოცნების გამოხმაურება, რეაქცია, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უფრო საძაგეო და უსამართლოდ მივიწყებულ სკანდალზე, როდესაც ოპონენტი ჟურნალისტების და საკუთარი ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ გამოიყენეს ფარული ჩანაწერები პირადი ცხოვრების ამსახველი და მაშინაც ყველაფერში აღმოჩნდნენ დამნაშავე ნაცები, რომ თურმე ნაცები იწერდნენ მაშინ ყველას და ის რომ კოცებმა მათ გამოაქვეყნეს მათივე გადაღებული ამ დროში გადაღებული კადრები, ესეც ნაცების ბრალი იყო რაღაცნაირად და აი პირველი რეაქცია, რომელიც ჩვენ ნახეთ უკვე აი ამ ეპიზოდში იყო სწორედ ეს, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩვენ არ შეგვისყიდია, არ უარყოფენ რომ გამოიყენეს ქიმიური საშუალებები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა იქ ვიყავით და ყველა მიგრძნოეს საკუთარ თავზე, მაგრამ ეს ნაცებმა შეიძინეს. ანუ სრულიად ტიპიური საბჭოთა დამოკიდებულება ვიხილეთ, ასე იქცევა დამპყრობელი ხელისუფლება ხალხის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს. და მე არ მჭირდება არანაირი საერთაშორისო გამოძიება, საჭიროა საერთაშორისო გამოძიება იმის დასადგენად თუ კონკრეტულად რა ქიმიური საშუალებები იქნა გამოყენებული, მაგრამ ჩემთვის გამოძიების გარეშე იყო პირველივე წუთში ნათელი, რომ ეს სადამსჯელო ოპერაცია იყო და არა ოპერაცია რამდენჯერმე გამეორებული, თქვა წესრიგის შესანარჩუნებლად და სახელმწიფო დაწესებულებების დასაცავად. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომლის მიზანი იყო მაქსიმალური ტკივილის, ტერორის შექმნა დემონსტრანტების მიმართ. აი ეს დამტრეული სახის ძვლები არ ჯდება არანაირად არაფერში, გატაცებული უამრავი ხალხი, რომელიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა და მათ შორის ამ ქიმიური საშუალებების მიფრქვევა იმ ადამიანების სახეში პირდაპირ, რომლებიც არ წარმოადგენდნენ არანაირ საფრთხეს. ეს ყველაფერი ემატება კიდევ სახეში, მაგალითად რეზინის ტყუების სროლას, რომელიც წინა ეპიზოდში იყო რამდენიმე წლით ადრე. მე მგონია, რომ საერთაშორისო გამოძიება აუცილებელია, მაგრამ ამას ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არანაირი საერთაშორისო სანქციები არ გადაწყვეტს ჩვენს შიდა საკითხს და შიდა პრობლემას, ეს ქართულმა ხალხმა უნდა გამოიტანოს მთავარი სანქცია. ბატონ გიორგი, თქვენ ცხადია საერთაშორისო მექანიზმებს ეხებოდა და ამის შესახებაც ჩემი კითხვა და ამის შესახებაც იცის ძალიან კარგად უკვე ჩვენმა მაყურებელმა, იმიტომ რომ არაერთი დღეა უკვე ვლაპარაკობთ, მათ შორის სპეციალისტები საერთაშორისო სამართლის საუბრობენ, რა მექანიზმი არსებობს, ჩვენ გვაქვს ემიგრანტების მიმართვაც შესაბამისი ორგანიზაციისადმი და ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ თქვენი პასუხი ასევე მაინტერესებს საკითხზე, აი რა არჩევანის წინაშე არის ახლა ხელისუფლება. თქვათ აი
დაასახელოს, რაღაც აჩვენოს, რაღაც გარკვეული ძიების შედეგი, იმიტომ რომ არის ხო მათი მხრიდან დაპირება, რომ ამას აჩვენებს გამოძიება, მაგრამ არის უნდობლობა ასევე ძიების მიმართ, რომ ვინ შეიძლება გამოიძიოს ეს ყველაფერი, თქვათ რა ხელისუფლების პირობებში, რომელსაც თავად აქვს გამოყენებული შესაძლო ქიმიური აგენტი, ხომ? აი გზები რა არის ამ კითხვაზე პასუხების მიღების და ამ კონტექსტში ასევე რამდენად საყურადღებოა ის რეაგირება, რომელიც მოდის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომელსაც წლებია, თქვათ, შესაძლოა უგულებელყოფდეს ოცნება, მაგრამ მაინც რა როლის თამაში შეუძლია ამ პროცესში, რადგან საკითხი უკიდურესად გრძნობიარე და მნიშვნელოვანია. ბოლოდან დავიწყებ. მაშინ პირველი მე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ბრიტანეთის პარლამენტში და BBC ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელია და ახლა რაც არ უნდა ილაპარაკონ ოცნების პროპაგანდისტებმა, რომლებიც სხვადასხვა ძალიან აქებდნენ BBC-ს, როდესაც ის იძიებდა კეზერაშვილის საჭიროების მიხედვით, ხომ, როგორც ხდება ხოლმე. და ეხლა თურმე აღმოჩნდა დისკრედიტებული და ესე იგი აბსოლუტურად უავტორიტეტო რაღაც ორგანიზაცია, ანუ სასაცილო არის, ტრაგიკული რო არ იყოს. რადგან ეს ბრიტანული ორგანიზაცია, ერთ-ერთი ყველაზე პირველი რეაგირება ჩვენ თავად ბრიტანეთში ვიხილეთ და პარლამენტში ჯერ ლორდთა პალატაში და შემდეგ თემთა პალატაში უკვე დაისვა წევრების მიერ შეკითხვები, მოთხოვნები ბრიტანეთის ხელისუფლების მიმართ, რომ აქტიურად გამოიძიოს ეს საკითხი და მიიღოს შესაბამისი რეაგირება საქართველოში რეჟიმის მიმართ. ეს ერთი. მეორე, მე არა მაქვს არანაირი მოლოდინი, მე მგონი არავის გაუკვირდება იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმი პატიოსნად და გულწრფელად ითანამშრომლებს რაიმე სახის საერთაშორისო გამოძიებასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი ქართულ ხალხს ექცევიან როგორც დამპყრობელი დაპყრობელს. და ძალიან გული მწყდება ამაზე, მაგრამ ჩემთვის აშკარაა, რომ ხელისუფლებას, ანუ რეჟიმს არჩევანი გაკეთებული აქვს დიდი ხნის წინ, იმის თაობაზე, რომ მისთვის მთავარია ნებისმიერ ფასად მოებღაუჭოს ძალაუფლებას, ქართული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეინარჩუნოს ძალაუფლება, იმის მიუხედავად, თუ რად დაუჯდება ეს საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს და ეს უკვე გამოიხატა ჩვენ სრულიად ჩაჭრილ ურთიერთობებში ჩვენს მთავარ პარტნიორებთან. ახლა რამდენიც არ უნდა იარონ სტუმრად ირანში და ჩინეთში, თვითონ ეს ქვეყნები არ თვლიან საქართველოს საკმარისად საჭიროდ და საკმარისად მნიშვნელოვნად, რომ სრული კონდეთ დასავლეთის ჩანაცვლების. და რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ არაბულ ინვესტიციებზე, რომლითაც თითქოს და განზრახულია თბილისის არაბიზაცია. ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ჩანს, არ უნდა გქონდეს არანაირი მოლოდინი, რომ საერთაშორისო რეპუტაციის შესანარჩუნებლად ივანიშვილი დაავალებს თავის ხელქვეითებს, რომ ნორმალურად ითანამშრომლონ საერთაშორისო გამოძიებასთან. მას ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და საერთაშორისო რეპუტაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა მას უკვე აქტუალურად აღარ მიაჩნია. ეს არის გამეორება გზისა, რომელსაც გადის ლუკაშენკო 2020 წლიდან, როდესაც მან ძალადობრივად მიიტაცა ძალაუფლება წაგებული არჩევნების შემდეგ და სრულად დაკარგა ლეგიტიმაცია ცივილიზებული ქვეყნების თვალში და ამის გამო ის გახდა სრულად დამოკიდებული რუსეთზე და რამდენიც არ უნდა გველაპარაკონ ივანიშვილი და მისი ხელქვეითები რომ აი სუვერენიტეტის ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ერთ-ერთი პირველი და ყველაზე აიოლი გზა სუვერენიტეტის დაკარგვისა არის ლეგიტიმაციის დაკარგვა და ბელარუსი ამის კარგი მაგალითია. იმდენად დაკარგა მანევრირების შესაძლებლობა ლუკაშენკომ, რომ რუსეთისთვის პრობლემა არ იყო მისი იძულება, რომ ბელარუსის ტერიტორია გამოეყენებინა უკრაინაში ომის საწარმოებლად და აქაც ამას მოყვება სუვერენიტეტთან ერთად მთელი მათი მეორე მანტრა მშვიდობის ძახილი.
ამგვარი დელეგიტიმაციის პირობებში და რუსეთზე დამოკიდებულების პირობებში საქართველოს კარგავს სუვერენიტეტსაც და დიდი ალბათობით შეიძლება გაეხვიოს ძალიან დიდ შარში. დიახ, ბატონ გიორგი, ასევე კიდევ მინდა დაუბრუნდე კონკრეტულ საკითხს, მაგრამ ახლა სანქციების კონტექსტში მინდა დაგისვათ კითხვა, რადგან ჩვენ ვიცით, ქართული ოცნება, მისი მაღალჩინოსნები, ხელისუფლების როგორ რეაგირებენ ბრიტანულ სანქციების შესაძლებლობაზე, ხო, და რეალისტურობაზე. და თქვენი პროფესიული გამოცდილებითაც მინდა სწორედ ამაზე დაგისვათ კითხვა, რამდენად თქვათ, აი ჩანს ამ საკითხში, მოდი ესე ვიტყვი, საშიშროება, კონკრეტულად ივანიშვილზე რომ დავსვათ კითხვა, რომ მივა ეს თემა ივანიშვილის სანქცირებამდე, იმიტომ რომ ცხადია ნებისმიერი კრიტიკა, განცხადება ან კონკრეტული ნაბიჯი ამ ქვეყნიდან შესაბამისად არის აღქმული ოცნების მხრიდან, ხომ? ამავე კონტექსტში მინდა ვახსენო, რომ არაერთ ადამიანს, იგივე ყოფილ პრეზიდენტსაც უსაუბრია არასაკმარისი რეაგირების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს კონკრეტული საკითხი, რომელიც საბოლოოდ ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს, აქ არ არის საუბარი რაღაცის მტკიცებაზე, რეალურად აქამდე მიიყვანს პროცესს. აი თქვენ რამდენად გაქვთ მოლოდინი და რამდენად შესაძლებელია რომ ეს ნახოს საზოგადოებამ? პირველი გამოცდილებით გეტყვით, რომ ბრიტანეთი ძალიან მძიმედ და სურვილის გარეშე გადადის სანქციებზე. მათ შორის, აი გვაქვს ჩვენი გამოცდილება, რომ ივანიშვილის მიმართ და მის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ არანაირი სურვილი და ენთუზიაზმი ურთიერთობების გაფუჭების არავის არ ქონია. პირიქით, წლების განმავლობაში ბრიტანეთის ხელისუფლება, ისევე როგორც მაგალითად შეერთებული შტატების ევროკავშირის მხარში ედგა ივანიშვილს უამრავ საკითხში, მაგალითად ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, რომელმაც გუშინ დააყენა საკითხი პარლამენტში გამოძიების აუცილებლობის და რეაგირების აუცილებლობის შესახებ, იყო წლების განმავლობაში ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, საქართველოსთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებში. ესე ამ ხელისუფლების პირობებში ჩამოდიოდა, ჩამოყავდა ჯგუფები ქართული ოცნების ხელისუფლებასთან და მასთან დაკავშირებული ბიზნეს წრეების გასაცნობად და მათთან ურთიერთობის დასამყარებლად. ანუ ვერავინ დაადანაშაულებს აი მათ მიერ გამოგონილ ომის პარტიებსა და deep states, რომელიც ვერ აუხსნეს ვერანაირად თავიანთ მრევლს, რომ არსებობს რაღაცა ბოროტი განზრახვა დასავლური ქვეყნების მხრიდან. პირიქით, ყველანაირად მონდომებული იყვნენ ოცნებასთან თანამშრომლობისადმი და ზოგიერთ მათგანს, ვისაც უშუალოდ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ამ თანამშრომლობაში, დღეს მათ შეუქმნეს, შეუცვალეს დამოკიდებულება. ვიმეორებ, ვერ გეტყვით, რამდენად რეალურად ვიხილავთ უფრო მაღალი დონის სანქციებს, გამომდინარე იქიდან, როგორც ვთქვი, ბრიტანეთს არ უყვარს სანქციების დაწესება, მაგრამ იმდენად გამაოგნებლად, მიზანმიმართულად, გამომწვევად იქცევა ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომ ლოგიკური იქნებოდა რაღაცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ბრიტანელების მხრიდან. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, დაგემშვიდობებით გიორგი